ასომთავრულითა და ნუსხახუცურით შესრულებული ეს ხელნაწერები მე-13 საუკუნეებით თარიღდება. მათი ორიგინალები ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებშია დაცული. ამ უძველესი ქართული ხელნაწერების ციფრული ასლები საქართველოში სასულიერო აკადემიის სტუდენტმა დავით ჩანადირმა ჩამოიტანა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა. ამ ხელნაწერების ერთი ნაწილი ჩვენთვის ცნობილი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ასლებში არის ასევე ისეთი ფრაგმენტები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა ცნობილი. შესაბამისად, კიდევ უფრო იზრდება ამ შენაძენის მნიშვნელობა ცენტრისთვის და ჩვენი ყველა მეცნიერ თანამშრომელისთვის და საერთოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვისაც ეს ხელნაწერი მემკვიდრეობა აინტერესებს. სიძველის კვალი ხელნაწერებს კარგად ეტყობა. ფრაგმენტების დიდი ნაწილი საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა ისტორიულ ფურცლებზე ძველი ქართული ასოები მაინც იკითხება. უკვე გაყვითლებული ზოგან დაკერებული ტყავი თუ ქაღალდი სასულიერო და კულტურული ცხოვრების შესახებ გვიყვება. ოქსფორდში დასული 100 ქართული ხელნაწერი, ესენი ძირითადად აქაც საეკლესიო ჟანრია, ლიტურგიკული საკითხებია, თუმცა არის ისტორიული მასალაც და ალბათ ყველაზე მეტად აღსანიშნავია იმ ფოტომატად მასალიდან, რაც მე ჩამოვიტანე, მე-13 საუკუნის ლექციონარი, რომელიც ოქსფორდიდან ჩამოვიტანე. ეს ლექციონარი არ გვქონდა ჩვენ და გამოცემულიც არ არის, როგორც გადავამოწმეთ ჩვენ ეს ლექციონარი და ამით ძალიან მნიშვნელოვანი 30 ფურცელია, საკმაოდ დიდია ლექციონარისთვის 30 ფურცელი. ქართული მეცნიერები განსაკუთრებით კემბრიჯის უნივერსიტეტში დაცულმა მასალებმა დააინტერესა. მათ შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობდა. უძველესი ქართული ხელნაწერები ევროპულ უნივერსიტეტს 1876 წელს გერმანელი კოლექციონერისგან შეუძენია. 11 ხელნაწერის ფრაგმენტია. აქედან ერთი ხელნაწერი არის მე-17 საუკუნით დათარიღებული და ის მხედრული ხელით არის შესრულებული. განახებთ ახლა ეს არის წერილი. ადრესატი უცნობია. დანარჩენი ხელნაწერი ყველა არის ნუსხურად და ეს გამონაკლისები ეს ხელნაწერი ფრაგმენტი, რომელიც ასომთავრულად არის შესრულებული მე-10 საუკუნეში. ძირითადად ესენია ლიტურგიკული მსახურებისთვის განკუთვნილი საკითხავები, ამ საეკლესიო ჟანრის. ყველაზე საინტერესო ამ მასალაში გამოირკვა, გამოჩნდა ბიბლია მე-10 საუკუნისა. საერთოდ ჩვენ კიდევ ერთი ფრაგმენტი მე-10 საუკუნის ბიბლიები ჩვენამდე მოღწეული არ არის, არ მოუღწევია ჩვენამდე გარდა ერთისა, რომელიც დაცულია ათონზე ქართველთა მონასტერში. ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში დაცული ქართული ხელნაწერების ციფრული ასლები უკვე თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შესაფერის ადგილს დაიკავებს.